გამარჯობა პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს გადაცემა საღამო სტუდია მე ამ გადაცემის წამყვანი თამთარო გავავარ ხოლო ჩვენ დღევანდელი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა პარამიძე მადლობა ბატონო გიგლა გადაცემაში სტუმრობისათვის და პირველ რიგში ჩვენ საუბრობთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2018 წლის ანგარიშზე რომელშიც ცალკე თავი ეთმობა საქართველოში არსებულ რეალობას ვითარებას. ბატონო გიგლა, რა ბევრი მიმართულება მოყვანილი დეპარტამენტის ანგარიში, მათ შორის არის თქვა საპრეზიდენტო არჩევნები, გამოუძიებელი საქმეები, ასევე ჩვენთვის ბოლო დროს ყველაზე აქტუალური თემა ეს ეხება სასამართლოს თემას. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, აი რა მნიშვნელობა აქვს ამ დოკუმენტს თქვენ როგორ აფასებთ? საღამომშვიდობის საძირფასო მეგობრებო, მადლობთ თამთა მოწვევისთვის. ხიტყვიან ამერიკამ დაგვიბარაო, არა ერთი ფრაზა რო თქვათ. საერთოდ ჩვენთვის და დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი და უპირველესი უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრი, ამორჩევლის აზრი, ქართული საზოგადოების აზრი და საქართველოს მოქალაქეების აზრი და შემდეგ ყველა ნებისმიერი დოკუმენტი, თუნდაც ეს იყოს ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული მეგობარი, სახელმწიფოს უძლიერესი ზესახელმწიფოს მიერ შედგენილი და ჩამოყალიბებული პოსტულატებად დოკუმენტი. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ის რაც აისახა ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის ამ 47 გვერდიანი მასალა არის გავეცანი პრინციპში თქვენთან რომ მოვდიოდი და ახლობით ვიცოდი რომ ამაზეც გვექნებოდა ალბათ საუბარი აღსახულია ყველაფერი ის რასაც ჩვენ წლების მანძილზე ვაკვირდები და რასაც ქართული საზოგადოება ამბობს ქართველი კაცი წუხს ის წუხილია ეხლა რა თქმა უნდა იქ მე არ მომეწონა ის რომ ფრაზეოლოგია და ეხლა თუ გავაანალიზებ ჩვენი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ფრაზეოლოგიას და სტილისტიკას ერთ-ერთზე ემთხვევა. აღებულია პირდაპირ და ჩადებულია იქ არც კი დაუმუშავებია. თქვა რომ თქვათ ეს ანგარიში შემოკრებილია ეყრდნობა თქვათ საერთაშორისო გამჭვირვალობას და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებს და დასკვნებს რომლებიც უდევთ. ანუ არც კი დაუმუშავებიათ აიღეს პირდაპირ და ჩადეს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას? ჩვენთვის თავარია ის, რომ აქ ნაწილობრივ მაინც ასახულია ის, რაც ჩვენ გვაწუხებს. პირველი, სასამართლოს პრობლემა, მართლმსაჯულების პრობლემა, ადამიანის უფლებების პრობლემა, არჩევნების პრობლემა და რასაც ჩვენ ვამბობდით, დაემთხვა აბსოლუტურად იმ სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვთქვათ, იმ უმძიმეს დასკვნას, რაც რამდენიმე ხნის წინ დადო ეუთოს მისიამ საქართველოში ჩატარებულ მეორე ტურთან დაკავშირებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია, ხო, რაც არ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებლები და რაც არ უნდა ვთქვათ ჩვენ რომ უმნიშვნელოვანესია უპირველეს ყოვლისა ქართული საზოგადოების აზრი და ეს მართლაც ასეა, ასევე მნიშვნელოვანი, არქიმნიშვნელოვანია მსოფლიო პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე შეერთებული შტატების დეპარტამენტის დასკვნა, რომელიც უარყოფითი მიმართულებით არის უფრო აქცენტირებული საქართველოსთან დაკავშირებით და ამ დღევანდელმა უდღეურმა ხელისუფლებამ ამ სკაპეცების დონეზე დასულებმა უკვე თვითონ რო აღარ იციან რა ჩადიან ამას გაითვალისწინებენ თუ არ გაითვალისწინებენ იცით მე ვგონებ ამას უკვე აზრი არ აქვს ისი აქვს მათ მორღვეული ყველაფერი ხელისუფლების უმრავლესობის წარმომადგენლები პრინციპში მაგალითად თანდრიონ ხანაშვილი ამბობდა რომ დეპარტამენტის ანგარიში ოპონენტები მათთვის სასურველ ადგილებს კითხულობენ მაგრამ არსებობს ის რაღაც პოზიტიური მიმართულებები პოზიტიური ძვრები რომელსაც ატარებს ჩვენი ქვეყანა და პრინციპში რაც კი ხარვეზია აუცილებლად ვიმუშავებთ ამ ყველაფრის გამოსწორებაზე ანუ თქვენ უფრო მეტად რაღაც სასურველი ადგილები უფრო ბევრი აღმოაჩინეთ თუ ის რეალობა რაზეც თქვენ საუბრობთ ახლა რომ საქართველოში ქართველი ადამიანი გრძნობს ამას და ხედავს ყოველდღიურ რეჟიმში ქართული ოცნების და დღევანდელი ჯერ კიდევ არსებული უმრავლესობის და ხელისუფლების ტრაგედია იცით რა არის ეს ოხანაშვილიზმი მე პიროვნულად ამ ადამიანს არც ვიცნობ და არც მის გვარი გამოვიყენე უბრალოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს რომ აი ესეთი კატეგორიის ადამიანები და ბაგაჟისა და აღარ ვიტყვი დეტალებს ადამიანები რომ ბჭობენ და რაღაცა აზრებს აფრქვევენ სახელმწიფო სახელით გესაუბრებიან ეს უკვე არის ქართველი ერისთვის ტრაგიზმი
ამიტომ ის რას ბოდიში და პოლიტიკურად ისიც მისი მსგავსნი პოლიტიკურად პროტუნებენ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის ის, რომ ქართული მართლმსაჯულების წამყვანი ბირთვი, ეს არის მიკიტნების გაერთიანება, რომელთაც არ აინტერესებთ მართლმსაჯულება, არ აინტერესებთ რეფორმები, არ აინტერესებთ ადამიანის უფლებები, არ აინტერესებთ ის, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს საბაზისო მნიშვნელობის არის მართლმსაჯულების გამართულობა, მათ აინტერესებთ როგორმე შეინარჩუნონ თავიანთი მდგომარეობა და ოხანაშვილის ზმი ვახსენე, იმიტომ რომ ეს ერთი ამქარია, ეს ერთი სექტა, რომლებიც ცდილობენ როგორმე ერთმანეთს ხელი ხელს დაბანონო. ოხანაშვილის ზმი ინარჩუნებს ამ ადამიანებს აცოცხლებენ ისინი, იმიტომ რომ მოდით ესე ვთქვათ, რას წარმოადგენს დღევანდელი სახელმწიფო საზოგადოებრივი აზრი, თუ კი მთლიანად არის მის წინააღმდეგ მიმართული. არაფერს. მაგრამ ნახეთ, ხელისუფლების წარმომადგენელი თქვენ გეტყვით მაინც ამ არგუმენტს, რომ ჩვენ საზოგადოებრივი აზრი გავითვალისწინეთ, თქვათ მათი სახელიდან და გვარიდან, რომლებიც უმეტესობა იყო ხმამაღალი და საზოგადოებამ გამოხატა პროტესტი, შეჩერდა მათი დანიშვნა, ზოგადად უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა შეჩერდა და საქართველოს პარლამენტის სამუშაო ჯგუფი მუშაობს კრიტერიუმებზე და საზოგადოებისათვის მოსაწონი და გამჭვირვალე კრიტერიუმები იქნება, რომლებიც კარგ მოსამართლეებს შეარჩევენ უზენაეს სასამართლოში. ამ არგუმენტს გეტყვით, თქვათ საპირისპირო. არგუმენტს შეუძლიათ 1001 არაფერ არ გაითვალისწინეს, მათ ისევ როგორც მიწების გაყიდვა უნდათ შემოეცურებინათ, რა არაბოფოქრებულიყო საზოგადოება და ერთ-ერთი უპირველესი ჩვენც ვიყავით იქ, ისე ლამაზად გაატარებდნენ. რა თქმა უნდა, ისე ლამაზად შეაპარებდნენ და გააკეთებდნენ, როგორც დაგიბარებიათ. ისინი იძულებული იყვნენ ეს შეეჩერებინათ და იძულებულნი არიან გაუწიონ აზრი ადამიანებს და მოქალაქეების მოსაზრებებს, მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ ვთქვათ, ის 10-ვე რო შენარჩუნებულია ის ადამიანი, ჯერ ესეთი რა პრინციპით არის მოსამართლეს წარმოჩენის და სიაში შეტანის უვადო მოსამართლეობის დამტკიცებისთვის კრიტერიუმი უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს მის მიერ ჩატარებული პროცესები. აქ არიან ის მოსამართლეები, რომელთაც არამხოლოდ აიმხედრეს სრულიად საქართველო, არამედ წააგეს ერთხელ სტრასბურგი, მეორე სტრასბურგი, მესამე სტრასბურგი, ზოგი რაღაც გაუგებარი გადაწყვეტილებებით არის საერთაშორისო მუხლის დარღვევაში. არა, გარდა ამისა ერთი ხილებული ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებების ერთი მოსამართლეა, ერთი მოსამართლეა, რომელიც ქალბატონი გვარი არ მახსოვს, რომელმაც როგორც ნახეთ ჩვენ, გაასამართლა მკვლელობისთვის ადამიანი და მოკლული ადამიანი ცოცხალი აღმოჩნდა. ესეთ უამრავი ფაქტია. ესე იგი, საქმე იცით რაშია, რომ ვიდრე საზოგადოება მოითხოვდა ამას, რატომ მოხდა ამ 10 ადამიანის ესე ნაჩქარევად შერჩევა? ამიტომ ნუ ჩაითვლიან ესენი დამსახურება და ნუ გვამადლით თქვენს სახეებს და თქვენს არსებობას პარლამენტში, რომ აგიღეს და დაგდეს იქ. ნუ თქვენ ერთხელ უკვე შეგეშალათ, მეორე შეგეშალათ, თქვენი არაპროფესიონალიზმი იყოს თუ წინასწარ ვირეშმაკობა პოლიტიკური და ამიტომ იძულებული იყავით ეს გაკეთებინათ, მაგრამ ჯერ კიდევ საქმე არ არის ბოლომდე მიყვანილი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არანაირი კრიტერიუმები და ეხლა ის ინგლისური კარგად იცის თუ ფრანგული თუ ესკიმოსური ენა დიდი პატივისცემით ესკიმოსებს, ამის მიხედვით შეაფასეთ პროფესიონალიზმის და მოსამართლის მიერ ჩატარებული საპროცესო პროცესების მიხედვით. ეს არის ერთადერთი კრიტერიუმი, ასე ფასდება ამერიკელი მოსამართლე, ასე ფასდება ანგლო-საქსონური სამყაროს და არა მარტო ანგლო-საქსონური სამყაროს, ჩვენ წელთაღრიცხვამდე მოსამართლეები, რომლებიც ბევრად უფრო დამოუკიდებლები იყვნენ, ვიდრე ქართველი მოსამართლეები, ფასდებოდნენ ერთი კრიტერიუმით, როგორ აქვს მას წარმართული სასამართლო პროცესი. ამიტომ ნუ წელავთ საკითხებს და ნუ გონიათ რომ ვინმე მადლობას გეტყვით იმისთვის რომ თქვენ დროებით შეგაჩერებინეს, თქვენ არ შეაჩერეთ, შეგაჩერებინეს ეს ეშმაკური შეპარება მოსამართლეების. ისევ როგორც არჩევნებთან დაკავშირებით, ვიდრე ეუთოს მისიამ და ამერიკის კონგრესმა არ დაგიკაკუნათ ხელი მაგიდაზე და არ გითხრათ რომ სისხლის სამართლის
ქვემდებარეა დაახლოებით არჩევნების მთელი რიგი მიმართულებები, რაც თქვენ ჩაატარეთ ბოლო არჩევნების დროს. იქამდე ყური არ მოიდრუინეს ამათ. მაგრამ ამიტომ ამბობ იცით რომ მათი ქმედებების შეფასების დრო უკვე ამოიწურა. სულ სხვა რამ არის ახლა საჭირო და ყველაფერი იქით მიდის. ამიტომ სხვა რას გულისხმობთ? რას გულისხმობთ? იმას რომ მომავალი არჩევნები უნდა იყოს მრავალპარტიული, იქ არ უნდა იყოს ერთი პარტიის დიქტატი, იქ არ უნდა იყოს ერთმანეთში ჩახლართული წინა დამნაშავე ხელისუფლება და უკვე დამნაშავე ხელისუფლება დღევანდელი, უამრავი იმდენი არასწორი, არა მართლზომიერი, არა კანონიერი გადაწყვეტილებები აქვს დღევანდელ ხელისუფლებას მიღებული, რომ ხელის გასაშველი არც დრო და არც ადგილი აღარ აქვს თქვენ სხვათა შორის. ასე საპირწონეთ. ასე არ დგას, მაგრამ მე როგორ ვიცით, ესე ვერ დავაყენებ, მაგრამ სად არის ქართული ოცნება მე ვკითხულობ, სანთლით ვეძებთ დიოგენივით ქართულ ოცნებას მოქალაქეები. ქართულ ოცნება და ნაციონალური მოძრაობა რამ განასხვავა? ერთნი არ არიან. გონია რომ ქართულ ოცნებას ვესაუბრები და ვესაუბრები ვინმე ზარდიაშვილს. გონია რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა მესაუბრება და მახსენდება რომ ის იყო წამყვანი პროკურორი წინა ხელისუფლების დროს, რომლის დროსაც ძალიან ბევრი ცუდი საქმეები კეთდებოდა. ამიტომ თქვენ ერთნი ხართ უკვე ბატონებო და ამ კონტექსტში განგიხილავთ. თუმცა, რა თქმა უნდა, რაღაცა სხვაობა თქვენსა და იმათ შორის არის, მაგრამ ეს შედარების დროც უკვე წავიდა პოლიტიკური რუბიკონი გადალახულია უკვე. ვეღარ გაითამაშებთ იმას, რაც გინდოდათ და ამიტომ ამბობ მე ოხანაშვილის ვახსენე, იმიტომ რომ უცბად თქვენ ახსენეთ ეს გვარი, თორემ ყველა ერთნი არა ხართ. ეს ერთ ქართულ ძალიან კარგ დოკუმენტურ ფილმშია, კარგი ბათიაშვილის მიერ გადაღებული. გიცნობთ ბატონებო, ჩვენ უკვე თქვენ ვინ ხართ, დიდი ხანია და ეს ესეთი სრიალი აღარ გამოგივათ და გაიხსენეთ ჩემი სიტყვები, ძალიან მალე დაინახავთ ამას. მაყურებელი გვიკავშირდება, მოусმინოთ და განვაგდოთ საუბარი, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით ბატონო კიკლა. თქვენი პარტიის ლიდერი ქალბატონი ნინო ბურჩანაძე მოსკოვში როა ტელევიზიებს არ აინტერესებს საერთოდ. რო გააშუქონ თუნდაც ის ნინო ბურჩანაძის და ილიჩკვიანი ერთი მაინტერესებს სამ ქოცებში და ნაცებში რომელია როგორ არიხენებენ ქალბატონი ნინოს გამოცდილებას აი გიშტები რა გასაგებია მადლობა. სტილია ჩვენი დღევანდელი თქვენ არ გულისხმობთ მართლაც იმიტომ არა რომ თქვენთან ავარ და რაღაცას გუნდრუკის კმევამ ჩვევია, თქვენ ყოველთვის იწოთ ხოლმე თქვენგან განებიურებული გულნათკენები არა ვართ, მაგრამ ეს სტილია ქართული მედიის, იმიტომ რომ მათ უნდათ ხშირად არა ის გაანალიზონ ან საზოგადოებას აჩვენონ, რაც რეალურად არსებობს, არამედ ის, რაც თვითონ სჭირდებათ და აწყობთ და ეხლა აი ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ახსენა ქალბატონი ნინო და მისი ძალიან საინტერესო გამოსვლა იყო პოლიტიკური თვალსაზრისით. არა, ერთი სტერეოტიპი. მე მესმის, მაგრამ იქ არის თქვა რუსულ ტელეშოუებში ქალბატონი ნინო და რაღაცნაირად ამ მედიაში ვერ გაშუქდება ფიზიკურად ასე როდესაც პოლიტიკური ამაშია მოწინააღმდეგის მოედანზე რო ჩადიხარ და თამაშობდა თან ამბობ 140 მილიონს ეუბნები რომ რამდენადაც თქვენ არ უნდა თქვათ დამოუკიდებლობა აღიაროთ სამაჩაბლოსი ან აფხაზეთის, მაგრამ ჩვენ საქართველოს განვიხილავთ ტერიტორიულ მთლიანობის თვალსაზრისით და ჩვენ არ ვანაცვალებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუნდაც ნატოში შესვლას, ეს ცუდი არასწორი და უმნიშვნელოვანესი განაცხადი არ არის. რა მნიშვნელობა აქვს? ასთან სხვადასხვაობა აქვს ბატონო გიგლა იმას, რამდენად უნდა გამოაცხადოს საქართველოს რომ იყოს ნეიტრალური და რამდენად უნდა თქვას უარი ნატოზე, აქ ერთგვაროვანი აზრი არ არსებობს.
ჩვენ დრო არ გვაქვს სამწუხაროდ და ამის მე მინდა რატო არ გვიპატიჟება და რატო ვიკლავთ ჩვენ თავს სახე გვაქვს დაკარგული არ ვიცი გეუბნება თუ არ მიგიღებთ და არა ჩამოვიდა გერმანიის კანცლერი რაღაც არ ვლაპარაკობ გითხრათ რომ არ გიღებენ ნატოში და არა ესენი მაინც ესეთი გაიძახიან ყოველთვის გვესმის მაინც რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ნატოს შევარდნაძის დროს დაიწყო ეს ნატოს კარი არის ღია ნატოს კარი ღიაა და არის ღია ნახევარდნელი პირების მხრიდან ისმენ საქართველოს საზოგადოება ნატოსგან ასეთ განცხადებებს ბატონ გიგლაი ცოტა დრო გრჩება გადაცემის დასასრულამდე და ირაკლი კვარაცხელიაზე მინდა აუცილებლად გკითხოთ რომელიც გარდაიცვალა უკანონო პატიმრობაში მანამდე მოკლედ მოусმინოთ მაყურებელს და განვაგრძოთ საუბარი მოგესალმებით და გისმენთ მოგესალმებით. გამარჯობა, გისმენთ. მოგესალმებით, ჩემო კარგო. მოგესალმებით. ჩემო კარგო, ისმის ჩემი ხმა. დიახ, ისაუბრეთ, ბრძანეთ. აი ახლა გამომსვლელი რო იყო ქალბატონი, მე სრულიად ვეთანხმები. ერთი წუთით არ გამთიშოთ, რა გეხოცებით. გისმენთ, ბრძანეთ, მოკლედ ქალბატონი. ისეთი პოლიტიკოსი როგორც არის ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და იმას არ იყენებდეს. ერთი წუთით რა ქალბატონო მოიცით ხოლმე როცა საუბრობთ ქალბატონო არ გიშავთ ისაუბრეთ ხო და ამ პრობლემას ნამდვილად არაფერი არ გაუკეთებია და არც იმ დავრობას ჩვენ მარტო საუბრობთ ეს არაფერი გამოსავალი არ არის გასაგებია მადლობა ბატონ გიგლა უკანონო პატიმრობაში გარდაცვლილი ადამიანი de facto აფხაზეთის მიერ დაკავებული ირაკლი კვარაცხელია რომლის ცხედარიც პრინციპში არის ექსპერტიზაზე წასული და ჩვენ ჯერ არ ვიცით თვითმკვლელობის ვერსია რამდენად სწორია de facto აფხაზეთის მხრიდან რომელიც მოგვაწოდეს თქვენ რა შეგიძლიათ თქვა ამ ძალიან ძიმე და ტრაგიკულ ფაქტზე რა უნდა ვთქვა უმძიმესი ფაქტია და უსამძიმრებ ოჯახს უსამძიმრებ საქართველოს მაგრამ რას უნდა მოელოდე ხელისუფლებისგან რომლის წარმომადგენლები გამოდიან და გაიძახიან რომ მე უარყვეს რომ ბოდიში მოიხადე სხვა კონტექსტში თქვიო გაამბობენ რომ რა მოხდა მცოცავ ანექსიაზე ჰა ეს ტერმინი ფრაზა 500 მეტრით გადმოიწია ეს ხარდამჭერს ეკუთვნის ამ შემთხვევაში და არა ოფიციალური ეს ბატონო გიგლა ესეც და საერთოდ ჩვენ ვართ თვითმოტყუების და თვით ასე ვთქვათ ილუზიების უკვე 2008 წლიდან და ცოტა უფრო ადრეც. ახლა თუ საქართველოს ხელისუფლება და გარკვეული მისი მხარდაჭერების ნაწილიას თვითგვემისა და ბოდიში და მაზოხიზმის სტიქიაში არიან ჩავარდნილი, არ ვიცი, მაგრამ რა ეს პირველი შემთხვევაა და მე გეუბნებით სამწუხაროდ ეს გამეორდება და ამის თქმობით ვიყო დაკავებული, აი რატო აწამეს თუ მოკლეს, მოგვტაცეს, კი მაგრამ თიც-თიცზე რო არ ვაკარებთ. ესე იქნება და გაგრძელდება. რა არის ამისთვის გასაკეთებელი? არსებობს ორი გზა ტერიტორიებთან დაკავშირებით. ერთი მთელი პროგრამა გვაქვს ჩამოწერილი ამასთან დაკავშირებით პრაქტიკული, არა მხოლოდ თეორიული თვალსაზრისით. ამის დრო არა, ერთი გზა არის ომი დაბრუნება, ამის საშუალება ჩვენ არა გვაქვს და არც ამის უფლებას არავინ არ მოგვცემს და მეორე არის მძიმე მაგრამ მოლაპარაკების გზა ერთ-ერთზეც და ჩვენ მეგობრებთან ხო ყველგან მეგობარი ყავს თითქოს ხო მაგრამ კურსი მშვიდობიანი ურთიერთობის დიპლომატიური ურთიერთობის აქვს აი დღეს სხვა შორის დავით ზალკანიანს უსმენდი რომელმაც თქვა რომ 2019 წლის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიაში იქნება მცოცავი ანექსიის შეჩერება მოკლედ დიპლომატიური გზებით და მოლაპარაკებების გზებით ნათია დღეს რო ერთ პარტიაში გაანაწყენებდა და მე რო თანამდებობას თავაზობდი და უკან აბრუნებენ ისი მოლაპარაკე არიან არ საჭიროა უმაღლეს დონეზე საუბარი საჭიროა საქართველოს მხრიდან მოთხოვნა 2008 წლიდან ხო ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს მზე და თვარე ამოსდის საქართველოს და ნეტე ასე იყოს ერთ-ერთზე საუბარი მაინც მითხარით პოლიტიკურ დღის რეჟიმში როდი შეუტანია ან ამერიკის შეერთებულ შტატებს ან შტატების პრეზიდენტს ან სახელმწიფო მდივანს ან ვიცე-პრეზიდენტს ან ევროკავშირის რომელიმე პირველ პირს ან რუსეთის პირველ პირებთან ის რომ ტერიტორიის დაბრუნებაზე ამ ეტაპზე არა საუბარი მაგრამ შეწყვიტეთ მცოცავი ანექსია არ გაკეთეთ ამის საპირწონეთ მოეთხოვოს რამე გააკეთეს ეს რატომ არ ითხოვს ეხლა მე მეორეზე ვთქვი იმიტომ რომ საქართველოს ხარი არ ითხოვს ერთხელ რომ საქართველოს ხარემ დააყენოს ესეთი საკითხი იცით ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ და თუ გაგრძელდება თქვენგან ესეთი უგულებელყოფა ჩვენში გადავხედეთ
ხედავთ საკითხებს, დიპლომატია შესხდება და ჩვენი საზღვრები გვაქვს, ჩვენ დასაცავი, დროებითი საზღვრები და ავღანეთიდან გამოვიყვანთ ჩვენს კონტინგენტს მთლიანად. აბა ერთი დაახლოებით ესეთი საპირწონე საკითხი დააყენოს საქართველოს, როგორ აქუჩქუჩდებიან და აიქოჩრებიან მაშინვე და რიგი დადგება ევროპელების. რატო არ ვაკეთებთ? ბოლო კითხვით უნდა გკითხოთ. ჩვენ არ ვიცით თქვათ კულუარებში, როდესაც ოფიციალური წარმომადგენლები ხვდებიან თქვათ იგივე თუნდაც რუსეთის წარმომადგენლებს რა საუბრობენ, მაგრამ ღია განცხადებები გვინახავს ევროკავშირის მხრიდან, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის მხრიდან, როდესაც აი ნატოს მხრიდან რომ ისინი უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს და პირდაპირაც არის ხოლმე ნათქვამი რომ მოუწოდებენ შეჩერდეს თუნდაც ცოცავი ანექსია. ეს ჩვენთვის არის არანაირად არ ხდება ერთ-ერთი შეხვედრა, როდესაც ხდება. აი ხო ახლა სოჩში თურქეთი, ირანი, რუსეთი დაეყენებინა ჩვენს მეგობარს, როდესმე და ეთქვა, ჩვენი მეზობელი ერთის და მეორეს მეგობარია, ნატოს წევრია, შეერთებული შტატების მეგობრები არიან, როცა ჭირდება და როცა არა, ეს სხვა საკითხია, მათი პრობლემა. კი, მაგრამ ჩვენს მეგობარ საქართველოს რატომ უხორციელებთ ცოცავ ანექსიას? დადგა საკითხი, არ დადგა. სულ ცოტა ხანს დელეგაცია იყო შეერთებული შტატების ჩასული მედვედევი არაფერს ნიშნავს, თქვა ამას. არაფერს არ ნიშნავს. არ ნიშნავს. ამას ხო მარტო ქართველი არ კითხულობს, ყველა ქვეყანა კითხულობს, ხო, როდესაც მაღალი რანგის დიპლომატიის გამეგება და როდესაც პოლიტიკურ დღის წესრიგში, პროტოკოლში არ შედის და საათობით რო სხედან ოფიციალურის მერე ამაზე არ საუბრობენ, ეს არაფერი არ, იმიტომ რომ შეერთებული რუსეთი ხვდება რომ დასავლეთი ჩვენი მეგობარი არ არის მზად იმისთვის რომ ჩვენ ამ საკითხებში დაგვეხმაროს და არ არის მზად იმიტომ რომ ჩვენ არ ვაყენებთ ამ საკითხებს უმაღლეს დონეზე. რა გახდა ბოლოს და ბოლოს უკრაინის პრეზიდენტი ხვდება რუსეთის ხელმძღვანელობას და ჩვენების ერთხელ დაასწრენ და დაიწყო მცოცავ ანექსიას მაინც შევაჩერებთ. ანდა ანის ტყუილი ეს მეორე ტყუილი რომ რატომღაც ესეთი ილუზიას ხვდით რომ ჩვენი ძმები აფხაზები და ჩვენი ძმები ოსები კი ნათესავები გენეტიკურად არა, მაგრამ ესთნივართ, მაგრამ არ უნდა არც ერთ და არც მეორე საქართველოში დაბრუნება, ამას რატომ არ ფიქრობთ? ამისათვის მუშაობაა საჭირო, რომ მათ გაუჩინოთ ეს სურვილი. ან ვინმეს თუ გონია, რომ რუსეთი ბაზებს რომ გაიყვანს, მაშინვე საქართველოს შევა იქ. იქ სხვა სახელმწიფოს ინტერესებია. დიპლომატიური ურთიერთობები უნდა იყოს და საუბარი და საზოგადოება. ამაზე მაინც ყველა შემთხვევაში ყველათან ხვდება ამაზე რომ რაღაც უნდა იყოს საუბარი ამ ადამიანებთან. ნათია, აი წამე ჩვენი ასაკის და უფრო ქვევით თაობა გაიზარდა აფხაზეთშიც და ცხინვალშიც ისეთი, რომელსაც არ წარმოუდგენია საქართველოსთან ცხოვრება და იმიტომ რომ მათ ინტერესი გაუჩინოთ, მუშაობაა საჭირო და ესენი ლოზუნგებს ისურვიან, რაშიც გრანტებს ურიგებენ. აი ეს არის. მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი გიგლა ბარამიძე დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახდათ საღამოს სტუდიის სტუმარი.